ეთერშია გადაცემა ბიზნესის დრო სტუდიაში თეაშველიძე მუშაობს მოგესალმებით. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა სამცხე ჯავახეთში მდინარე ფარავანაზე მშენებარე ფარავან ჰესი მოინახულა. ჰეს კომპანია ჯორჯან ურბან ენერჯი აშენებს. ჰესის დადგმული სიმძლავრე 85 მეგავატია, წლიური გამომუშავება კი 420 მილიონი კილოვატ-საათი. პროექტის ღირებულება 125 მილიონი დოლარია. მშენებლობაზე 630 ადამიანი არის დასაქმებული. მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში 2015 წელს შევა. კომპანია ზამთარში გამომუშავებულ ენერგიას ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის, ხოლო წლის დანარჩენ პერიოდში კი ექსპორტზე გაიტანს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, როგორც ხედავთ. ძალიან კარგ ტემპში მიმდინარეობს სამუშაოები. ჩვენ როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, დავიწყეთ თითეული პროექტის კონტრაქტით მემორანდუმების შესწავლა. ამ კომპანიას ჰქონდა გარკვეული პრობლემები. ჩვენი მხრიდან იქნა აღმოჩენილი დახმარება. მიმდინარეობს პროექტის განხორციელება 2015 წელს უკვე შევა ექსპლუატაციაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ენერგოუსაფრთხოებისთვის მივიღოთ ახალი სიმძლავრეები. ვაგრძელებთ გადაცემას, რა ხდება საერთაშორისო ბაზრებზე. ანალიტიკოსების პროგნოზი შავ ოქროსთან დაკავშირებით არ გამართლდა. ნავთობის ფასი გლობალურ ბირჟებზე გაზრდის ნაცვლად შემცირდა. ამ ვითარებიდან გამომდინარე პროგნოზები ადგილობრივ ბაზართან დაკავშირებითაც კეთდება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ნავთობის იმპორტიორი ქვეყანა, არსებობს ვარაუდი, რომ თუ მსოფლიო ბირჟებზე შემცირების ტენდენცია გაგრძელდა, ეს ადგილობრივ ბაზარზეც ადეკვატურად აისახება. ნავთობის იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო თვალაშულია დღეს ჩვენ სტუდიაში სტუმრად. ბატონ ვანო, მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა იმისათვის, რომ გამონახეთ დრო და ხართ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოდით დავიწყოთ საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობით. ოპეკის მონაცემებით ბარელი ნავთობის ღირებულება $103, მაშინ როცა თებერვალში $110-114 იყო. რატომ არ გამართლდა ის პროგნოზი, რაც კეთდებოდა ანალიტიკოსების მიერ? კონკრეტულად ითქვა, რომ სავარაუდოდ გაიზრდება და ნავთობის ღირებულება იმ პროცესებიდან, ეკონომიკური პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც მიმდინარეობს ჩინეთსა და ამერიკაში. მოგესალმებით, მადლობთ მოწვევისათვის. სწორედ აღნიშნეთ, რომ ნავთობზე ფასები მიუხედავად იმისა, რომ იყო პროგნოზები, რომ ის მაღალ ნიშნულზე იქნებოდა, შემცირდა. პროგნოზები დაკავშირებული იყო პირველ ყოვლისა იმასთან მიმართებაში, რომ ჩინეთში, აზიურ ქვეყნებში, განსაკუთრებით ჩინეთში არის საკმაოდ მზარდი მოთხოვნილება ნავთობზე. ჩინეთი ყალიბდება ნავთობის, უკვე შეიძლება ითქვას თამამად დღესდღეობით მსოფლიოს უდიდეს იმპორტიორ ქვეყანად, არის მის მოლოდინა ვარაუდობრივ უახლოეს პერიოდში. იმპორტიორ ქვეყანად რას ნიშნავს? ანუ ნავთობის იმპორტის მხრივ ის უახლოეს პერიოდში გადაასწრებს მსოფლიოს უდიდეს მომხმარებელ ნავთობის შეერთებულ შტატებს, ანუ ნავთობის იმპორტს ახორციელებს, რა თქმა უნდა, ადგილობრივი წარმომოპოვებაც აქვს ჩინეთს, თუმცა ბოლო წლებში ის მუდმივად ზრდის ნავთობის იმპორტს უშუალოდ და შესაბამისად აი სწორედ ვარაუდები ამასთან დაკავშირებით, რომ ის ბოლო წლებში ჰეგემონიას ნავთობის იმპორტთან დაკავშირებით და შეერთებული შტატები იყო სწორედ ესეთ ჰეგემონიის ჩამოართმევს მას. გარდა ამისა, აზიური ქვეყნები, თქვა ისეთ ქვეყნები, როგორც არის მაგრამ ეს პროგნოზი ჯერ არ მართლდება. ყოველ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ ფაქტიურად აი ბოლო თვეების განმავლობაში ჩინეთი მზარდი მოთხოვნილებით ხასიათდება ნავთობთან დაკავშირებით, შესაბამისად ვის იმპორტები იზრდება. აქედან გამომდინარე, ფაქტიურად უკვე უახლოეს პერიოდში ყველაზე დიდი იმპორტიორი იქნება ნავთობის. გარდა ამისა, ის არის მსოფლიოში მეორე მომხმარებელი ნავთობის შეერთებული შტატების მერე, მან მესამე ადგილზე გადაიყვანა იაპონია, რომელიც ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მომპოვებელი გახლავთ. გარდა ამისა, იაპონიაში უახლოეს პერიოდში ალბათ იყო ეს ინფორმაციები, ალბათ განსგეთნებოდა, ხდება ეკონომიკის სტიმულირება $1.5 მეტი ესე ვთქვათ, განთავსება მოხდება ეკონომიკაში იაპონიის მისი განვითარების და შესაბამისად რა თქმა უნდა კატაკლიზმების შემდეგ რაც იაპონიას ჰქონდა, რა თქმა უნდა ეს თავისთავად სწორედ თავისთავად ეს გულისხმობს, რომ იაპონია მესამე მომხმარებელი ნავთობის, აქაც ნავთობის მომხმარების დაზეა საუბარი და აი ამ ლოგიკური ფაქტორებიდან გამომდინარე შესაბამისად ვარაუდია იმასთან დაკავშირებით, რომ ნავთობზე მოთხოვნილება გაიზრდებოდა, შესაბამისად ნავთობზე მოთხოვნილების გაზრდა ეს ნიშნავს, რომ ფასი მაღალია. თუმცა როგორც თქვენ აღნიშნეთ, სადღაც თებერვლის პერიოდიდან, შუა რიცხვებიდან იწყება ნავთობზე ფასების კლება და პირველი უნდა ვთქვათ ის, რომ ევროზონაში კრიზისი
სამწუხაროდ კლავინდებურად არის იგივე თქვა ბოლო პერიოდში კვიპროსთან დაკავშირებული ცნობილი კრიზისი, არა მარტო თქვა კვიპროსი, სხვა ქვეყნებიც. გარდა ამისა, ეს კრიზისიც გავლენას აქვს. რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას, იმიტომ რომ თქვა თვითონ ევროკავშირი, ევროპის ქვეყნები თავის მხრივ ერთ-ერთი უდიდესი მომხმარებელი ასევე ნავთობის, ზოგადად გლობალურ ბირჟებზე ნავთობის ფასი რა თქმა უნდა ყალიბდება, მოწოდება მოთხოვნილებიდან გამომდინარე, როცა არის მოთხოვნილება მაღალი და შესაბამისად ანალიტიკოსები, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ანალიტიკოსები სწორედ ამ პროგნოზებს დებენ და შემდგომში უკვე სასაქონლო ბაზრებზე ნავთობის ფასი აი ამ ანალიტიკიდან გამომდინარე მეტნაკლებად რეგულირდება და როგორც ჩვენ ვთქვით, კრიზისი, რომელიც ევროზონაში შეეხო და გარდა ამისა, თქვა ბოლო პერიოდში გამოხდა შეერთებულ შტატებში მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. ხო, ეს მინდოდა მეკითხა, ზოგადად ნავთობი არის სფერო, რომელიც განსაკუთრებით სენსიტიურია შავი ოქროს ფაზე გავლენას ახდენს პოლიტიკური განცხადებები და ასევე დიდ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური ვითარება. ამერიკაში უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა, რამაც განაპირობა რაღაცა ნავთობის ფასზე რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ტრეიდერები, ინვესტორები, რომელიც სანავთობო სფეროში საკმაოდ აქტიურად ესე ვთქვათ ოპერირებენ და მნიშვნელოვან ესე ვთქვათ ინვესტიციებს ახორციელებენ, მათთვის რა თქმა უნდა პირველი ბარომეტრი იმისა თუ ეს სფერო რამდენად მიმზიდველია, ეს კახავს სწორედ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, პირველ რიგში ესეთი ქვეყნების, რომლებიც ნავთობის უდიდესი ესე ვთქვათ მომხმარებლები არიან. ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები, როგორც ვთქვით, დომინანტი ქვეყანაა მსოფლიო ნავთობის მეხუთეც მოიხმარს, აქედან გამომდინარე, სწორედ ესეთი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ეს არის ბარომეტრი იმისა თუ ნავთობის ესე ვთქვათ მოთხოვნილება უახლოეს პერიოდში როგორ იქნება. თქვენ სწორედ აღნიშნეთ ერთ-ერთი ესეთი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი ეს იყო დასაქმებასთან დაკავშირებით და შესაბამისად იქ არსებულმა ესე ვთქვათ არაპოზიტიურმა ფონმა სწორედ ბიძგი მისცა იმას, რომ რამდენიმე დღე ასე ნავთობის ფასი კლებას აგრძელებს. დღეისათვის რეალურად ფაქტურად ნავთობის ფასი არის ბოლო შეიძლება ითქვას თვეების მინიმუმზე დასული. ყოველ შემთხვევაში რთულია საუბარი ვთქვათ ტენდენცია როგორ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ვთქვათ თქვენ გეოპოლიტიკური ვითარება ახსენეთ, იგივე ირანის გარშემო მუდმივად დაძაბული ვითარება არის. გარდა ამისა, ოპეკი თვითონ ფაქტობრივად ბოლო წლები ოპეკის პოლიტიკის წარმოების ეს პირდაპირ არის მიმართული იქითკენ რომ ნავთობზე იყოს ფასი იყოს მაღალნიშნული, შესაბამისად ისინი სწორედ ნავთობის მოპოვების კოტების შემცირებით, შემდგომში ბაზარზე მიწოდების კოტების დაწესები და ეს ყოველთვის არის ორიენტირებული იმაზე, რომ ფასი იყოს შესაბამისად მაღალი შენარჩუნებული, ასე გარკვეულწილად სწორედ ამ ფასებს აბალანსებენ და სწორედ მათი არაერთის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ მათთვის მიმზიდველი სამართლიანი ფასი დღეს არის $100-ზე მეტი ბარელი ნავთობის ფასი და აქედან გამომდინარე ალბათ ყოველ შემთხვევაში ისინი ეცდებიან, რომ სადაც $100 ნიშნულზე იყოს ფასი ნავთობის, თუმცა იმედი ვიქონიოთ მაინც ჩვენ იქიდან გამომდინარე, რომ ამ გლობალურ ეს დამოკიდებულია რაზე? გარდა იმისა, რომ ეს ეკონომიკური პოლიტიკური ვითარება, აი ამ ვითარებიდან გამომდინარე, ოპეკი იღებს გადაწყვეტილებას გარდა ამისა, რომ გაზარდოს თუ შეამციროს მოპოვება. ოპეკი ფაქტიურად იმ პოლიტიკით, რომელსაც ბოლო წლებია ახორციელებს და ეს პოლიტიკა პირდაპირ არის მიმართული იქითკენ, რომ ნავთობის მოპოვების იმ ზრული ოდენობის დაწესებით, რომელიც შემდგომ ბაზარზე აძლევს ოპეკს ლავირებას იმ კუთხით, რომ ნავთობზე ფასი იყოს მაღალი. მაღალი ეს არის ალბათ $100-იან ნიშნულზე. რა თქმა უნდა, მათთვისაც გასაგებია, რომ განსაკუთრებით მაღალი ფასი ნავთობზე ეს არის ეკონომიკის შემაფერხებელი და შესაბამისად ამან შეიძლება გარკვეული კოლაფსიც გამოიწვიოს. თუმცა ყოველ შემთხვევაში დღეს ამ ეტაპზე თქვა ეს ფასი რაც არის მოცემულობა საერთაშორისო ბაზრებზე, სასამართლო ბაზრებზე, ეს არის სადღაც $100 ბარელებში, თქვა ლონდონში $100-ზე მეტ, თქვა $5 არის. ლონდონში ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე ნიუ-იორკის დაბალი არის. ყოველ შემთხვევაში ეს რატოა ესე ბატონო, ანუ რატო ღირს ლონდონის ის ბრენტის ტიპის ნავთობი უფრო მეტი ვიდრე ლონდონის ეს არის სხვადასხვა კატეგორიების ნავთობი. ანუ ეს დამოკიდებულია კი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა კატეგორიის არსებობს სხვა ბირჟები შესაბამისად, ეს ორი ბირჟა არის ერთ-ერთი წამყვანი ბირჟა შესაბამისად თვითონ მათგანთან დაკავშირებით. EDC-ს ვითართ ესენი კარნახობენ. კი, რა თქმა უნდა, ესენი კარნახობენ, თუმცა მოდი ჩვენ ვთქვათ ესეთი რაღაც, ჩვენთვის ეს გლობალური ნავთობის ფასი რა თქმა უნდა არის რაღაც გარკვეულწილად ინდიკატორი იმისა, ჩვენთან რა ვითარება უნდა იყოს, თუმცა მაინც მთლიანობაში ეს გარკვეულწილად არის მხოლოდ მოცემულობა, ანუ მოცემულობა იმის, რომ აქეთ ნავთობის ფასიდან გამომდინარე ზოგადად ეკონომიკა საით მიდის სოფლიოში, როგორ მიდის, როგორ ვითარდება, თუნდაც 2009 წელს მინდა გითხრათ ზოგადია, მაგრამ ჩვენზეც გავლენას ახდენს გავლენას ეკონომიკური პროცესები პირდაპირ აისახება. თუმცა საწვავის ფაზე არაპირდაპირ და ჩვენ ალბათ შემდგომ ვისაუბრებთ და 2009 წელს, როდესაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, შესაბამისად ნავთობის ფასი ყისიერად შეიძლება ითქვას ძალიან ელვისებურად დაეცა და ის იყო ბარელი ნავთობი იყო სადაც $40 ნიშნულზე და აქვე შევახსენოთ ჩვენ მსმენელს, რომ თითქმის 2000 ეს პირიქით მოხდა ამ შემთხვევაში? მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა 2000 ესე ვთქვათ 2008 წლის ბოლოს და შემდგომ 2009 წლის დასაწყისში განაპირობა და უბიძგა ესე ვთქვათ იმ პროცესს, რასაც ნავთობის ფასის ძალიან მნიშვნელოვანი ვარდნა იყო
ორმოწოლიანი ნიშნულზე ავიდა. კი, რა თქმა უნდა, შემდგომ დაიწყო ნავთობზე ფასების ზრდა. შეიძლება ითქვას, რომ 2009 წლის მეორე კვარტალიდან ფაქტიურად ნავთობზე ფასებმა და დღეს გვაქვს ნიშნულზე, რა ნიშნულზეც გვაქვს, ანუ ფასები არის საკმაოდ მაღალი. შესაბამისად, ეს ფასები გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, აფეხებენ კიდეც ეკონომიკის, ასე ვთქვათ, შემდგომ საკმაოდ სერიოზულ და მნიშვნელოვან ზრდას, დინამიურ ზრდას იმ პირობებში, შესაძაც სხვადასხვა ზონებში, თქვა ევროზონაში კრიზისი შეერთებულ შტატებში გარკვეული ამის ნიშნები არის და თავისთავად მოხმარებელი უდიდესი დიდი მოხმარებელი ქვეყნები, ისეთი როგორც შეერთებული შტატები, თქვა ევროკავშირის ქვეყნები, თქვა ES, იაპონია, იქნება ჩინეთი, მათ აქ გარკვეული მოთხოვნებიც ამ საკითხთან დაკავშირებით, გარკვეული პოლიტიკასაც აწარმოებენ, გარკვეულწილად მოხდეს ნავთობის ფასის ბალანსირება და ყოველ შემთხვევაში ის არ ამოვარდის რაღაც საპროგნოზო მაჩვენებლებს, რაც პირდაპირ იქნება, ასე ვთქვათ, სერიოზული დარტყმა იქნება ზოგადად სოფლიო ეკონომიკის ის ყოფილა ესეთ შემთხვევა, რომ საპროგნოზო მაჩვენებელი, მაგალითად, რომელიც დადგინდა, არ გამართლა. საერთოდ ზოგადად უნდა ითქვას, რომ ნავთობის ფასი 2009 წელს, აი 2008 წლის ზაფხულში ბარელი ნავთობმა მიაღწია რეკორდულ ეს იყო თუმცა ერთი დღის ვაჭრობის შედეგი იყო ის რეკორდულად მაღალ ნიშნულზე ავიდა $159 ნიშნულზე ავიდა და უნდა ითქვას 2008 წელი თითქმის მთლიანად დასაწყისი დაწყებული ხასიათებოდა ძალიან მაღალი ფასებით და სწორედ ნავთობზე მაღალ ფასებმა შემდგომში უკვე განპირობებულმა აქედან გამომდინარე საკმაოდ ნეგატიურმა პროცესებმა განაპირობა ისო ზოგადად სოფლიოში დაიწყო ეკონომიკური კოლაფსი კრიზისი რომელიც საკმაოდ სერიოზულ კრიზისში გადაიზარდა და რამაც შემდგომში უკვე ბიძგიმისა იმას რომ ნავთობზე ფასები დავარდა რა თქმა უნდა როდესაც ნავთობზე არის მოთხოვნილება ეს სოფლიო ეკონომიკის ზრდას ნიშნავს და ეს მოთხოვნილება რაც უფრო მზარდი არის შესაბამისად სოფლიო ეკონომიკის ესე ვთქვათ ზრდის ტემპებით შესაბამისად ნორმალურია და თუ ჩვენ ვთქვით საქართველოს ამასთან რა კავშირში რა თქმა უნდა ჩვენ დამოკიდებული ვართ პირდაპირ ინვესტიციებზე შესაბამისად სოფლიოში არსებული დადებითი პოზიტიური ეკონომიკური გარემო ეს ერთ-ერთი წინაპირობაა იმისა რომ ჩვენთანაც არსებული ეკონომიკური პროცესი მეტნაკლებად იქნება სტაბილური ეს იქნება ინვესტიციების ესე ვთქვათ შემოდინება საკმაოდ ნორმალური შემოდინება იმიტომ რომ როგორც არ უნდა ვისაუბრო ჩვენ მაინც პირდაპირ ვართ სწორედ ინექციებზე ვთქვათ ინვესტიციების ამ პროცესზე გვინდა დაკავშირებული და ჩვენთან არსებული ეკონომიკური ვითარება აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა პირდაპირ ამასთან არის კავშირში უბრალოდ ჩვენ გვაქვს სხვა პრობლემა, ჩვენი პრობლემა, ანუ ნავთობზე მაღალი ფასი განაპირობებს იმას, რომ ჩვენთან საწოლზე მაღალი ფასია. ამაზე მოდით გადაცემაში რეკლამის დროა. რეკლამის შემდეგ ჩვენ უკვე ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რა ხდება აი ამ გლობალური ბირჟებზე მიმდინარე ტენდენციიდან გამომდინარე, რა შეიძლება მოხდეს ქართულ ბაზარზე და რას უნდა ველოდოთ. გადაცემაში რეკლამის დროა. ვაგრძელებთ გადაცემას კიდევ ერთხელ წარმოგიდგენ ჩემს სტუმარს ნავთობის იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილია დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი და ვანო მას შემდეგ რაც უკვე შევაფასეთ გარკვეულწილად რა ხდება გლობალურ ბირჟებზე უკვე დროა ვისაუბროთ რა ხდება ჩვენთან ადგილობრივ ბაზარზე გამოითქვა ვარაუდი რომ თუ გაიაფების ეს ნავთობ კომპანიების წარმომადგენლებმაც გამოთქვეს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით თუ გაიაფების ტენდენცია გაგრძელდა საწვავის ფასი შესაძლოა ადგილობრივ ბაზარზეც შემცირდეს თუმცა საწვავის ფასს ესეც ვიცით ჩვენ რომ განსაზღვრავს არა ნავთობის ღირებულება არამედ რამდენიმე პლაცი იქიდან გამომდინარე ნავთობი ეს არის ნედლი პროდუქტი რომელსაც ჩვენ ვერ მოვიხმართ რადგანაც არ გვაქვს გადამამუშავებელი მრეწველობა ასეთ შემთხვევაში რა ვარაუდი შეიძლება გამოითქვას და გარდა ამისა მოგვიანებით რომ ვისაუბროთ იმის შესახებ დღეს როგორია საწვავის ფასი იგივე ბრენდირებულ არა ბრენდირებულ სადგურებზე და ასე შემდეგ თქვენ სწორედ აღნიშნეთ ჩვენ არ ვართ ნავთობის იმპორტიორი ქვეყანა არ გვაქვს ადგილობრივი წარმოება სამწუხაროდ შესაბამისად ჩვენ ვახორციელებთ საპროდუქციის ეს ნავთობპროდუქტები ბენზინი დიზელი და ასე შემდეგ სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტების იმპორტს მთლიანად შესაბამისად იმპორტირებული პროდუქციის ფასი დამოკიდებული არის სწორედ აღნიშნეთ პლაცის ფასზე ეგრეთ წოდებული პლაცის ფასზე რომელიც რაღაც საერთაშორისო ფასი ნავთობპროდუქტებზე ბენზინის დიზელის რომელიც ყოველდღურად დგება გენუის ბირჟის მიხედვით ანუ ეს კიდე ცალკე ბირჟაა გენუის ბირჟა ეს პლაცი ეს არის საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო რომელიც ყოველდღურად ადგენს ფასებს შესაბამისად ამ პროდუქტებზე და აქვე უნდა ითქვას რომ ნავთობის ფასის ცვალებადობა და პლაცის ფასის ცვალებადობა არასდროს პროპორციულად თანხვედრილი არ არის. ანუ საუბარი იმაზე, რომ თუნდაც დღეს ნავთობზე ფასი არის სამნიშნულად შემცირებული, თქვა და ჩვენ პროცენტები მოვიყვანოთ და პლაცის ფასი დინამიკაში განვიხილოთ სტატისტიკურად,
ან ავტოპროდუქტების ბენზინის დიზელის საერთაშორისო ფასის ცვალებადობა ეს არ დაემთხვევა. პირველი ეს შესაბამისად აქედან გამომდინარე ფასების კორექტირება ჩვენთან სწორდაც ინდიკატორი ფასების ინდიკატორი გახლავთ სწორდაც პლაცი. ესე იყო ფაქტურად ბოლო წლების განმავლობაში და არა მარტო 2-3 წელია, შეიძლება 10 წელია უფრო მეტია კომპანიები, ყველა კომპანიები და მნიშვნელობა არ აქვს რომელი მომწოდებელია ეს დაწყებული აზერბაიჯანის რესპუბლიკით, თქვა დამთავრებული იტალიით, აბსოლუტურად ყველა ხელმძღვანელობს შესაბამისად ამ საერთაშორისო ფასის პლაცის მიხედვით. გარდა ამისა, აღინიშნოს მეორე კომპონენტი, როდესაც კორექტირება ხდება, ფასების კორექტირება ხდება, უნდა ითქვას, რომ დღეს დადგენილი ფასი პლაცის მიხედვით, აი ამ ფასში შეძენილი პროდუქტი ჩვენთან ვერანაირად ვერ მოხვდება მყისიერად, იმიტომ რომ ლოჯისტიკური გარკვეული პროცესებია საჭირო, ეს არის ჯაჭვი, გარკვეული ლოჯისტიკური ოპერაციების და ანუ პროდუქტში ყიდვა უნდა შემდგომ მას დათვირთვა, ტერმინალებში, შემდგომ ტრანსპორტირება, შემდგომ ტერმინალში გადათვირთვა, მიტანა ბაზამდე და შემდგომ გასამართლებლობამდე გადანა. ანუ ესეც გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული. პლაცის თემა გენუის ბირჟა ახსენეთ თქვენ, ეს აზერბაიჯანულ ნავთობზეც ვრცელდება? აზერბაიჯანი რა თქმა უნდა ცალსახად ხშირად არის ხომ ესე თქვა არასწორი ხედვა, არასწორი ინტერპრეტირება ამ თემის და შემდგომში უკვე საზოგადოებისთან მიტანა რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, აქვე არის თქვა იქ ფასი არის ლარი და რატო არ არის ჩვენთან და ასე შემდეგ. უნდა განვარტოთ რომ აზერბაიჯანს უშუალოდ თავისი შიდა მოხმარებისთვის თვითონ შიდა თავისი მოხმარებლისთვის აქვს დოტაციური ფასი განსაზღვრული, რომელიც აბსოლუტურად სხვა ფასია განსხვავებით, როდესაც ის ნავთობის ექსპორტს ახორციელებს არა მარტო საქართველოს, თქვა უკრაინა იქნება, ირანი თუ სხვა ქვეყნები იქნება, ის ხელმძღვანელობს პლაცის მიხედვით. არსებობს სპეციალური კონტრაქტი და კონტრაქტი არის მითითებული, რომ შესაბამისად ფასის გამსაზღვრელი იყოს სწორედ პლაცის ფასი. ყველა მომპოვებელი, ანუ ქვეყანა, რომელიც მოიპოვებს ნავთობს, ვალდებულია შეუერთდეს ამ პლაცს? იცით რა არის, ეს არის ყველაზე კომფორტული. აი მაგალითად რუსეთი სად არის ამ შემთხვევაში? იცით რა არის, რა თქმა უნდა, რუსეთის და აბსოლუტურად ყველა ქვეყანა ხელმძღვანელობს პლაცის მიხედვით, ეს არის ინდიკატორი ფასის, ანუ შესაბამისად, ეს კონტრაქტები იდება, ეს ხანძლივი ვადით იქნება თუ ერთჯერადი კონტრაქტი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, საწყისი გახლავთ სწორედ ეს პლაცის ფასი, ამიტომ როდესაც ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე უკვე შემდგომ ანალიტიკას ვაკეთებთ, გარკვეულწილად და ძალიან კაია, როდესაც საზოგადოებრივი აქტიურობა არის ამ თემებთან დაკავშირებით, რაც უფრო მეტი აქტიურობა იქნება და მეტი გამჭვირვალება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მეტი სიცხადე იქნება შეტანილი, შესაბამისად მოხმარებელი უფრო მეტად დაწყნარებული იქნება, რომ ესმის, როდესაც ფასი მაღალი არის, აქედან გამომდინარე და იმ პირობებში, როდესაც თქვათ ეკონომიკურად არ არის სახარბიელობით, არის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პონია, თქვათ ეს გაცოცხლილი ფრაზებია, მაგრამ ეს არის დასაქმებულობა, თქვა იგივე ხელფასი. ამ შემთხვევაში ესეთი მაღალი ფასი საკმაოდ კენეულად მოქმედებს მოხმარებელზე, თუმცა აი სწორედ აქედან გამომდინარე, გაცილებით მეტი ტრანსპარენტულობა საჭირო, მეტი თქვა ინფორმაციის მიტანა. დღეს მოდი ესე ვთქვა, ეხლა ჩვენ საუბრობთ ანუ რაღაც ზოგად პრინციპებზე, რის მიხედვითაც ფასი დგება, ჩვენ თქვით რომ ეს არის პლაცის საერთაშორისო ფასი, რომელიც შემდგომში განსაზღვრავს ჩვენთან არსებულ ფასს. ეს არის ტრანსპორტირება, ეს არის საგადასახადო კანონმდებლობა, სხვათა შორის ხშირად არის აპელირება თქვა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომ იქ სხვა ფასი არის, თქვა აი სომხეთთან მიმართებაში, რატოა სომხეთში შედარებით დაბალი ფასი? სომხეთში არის სხვა საგადასახადო კანონმდებლობა, მინდა გითხრათ, რომ უფრო ლიბერალური, ეს დიზელის საწვავი იქნება თუ ბენზინის საწვავი, გადასახადები იქ არის აბსოლუტურად სხვა დაბეგვრითი რეჟიმით გამოხატული, ვიდრე ჩვენთან შესაბამისად ეს რა თქმა უნდა საწვავის. იგივე თქვა თურქეთის მაგალითს თუ განვიხილავთ, თურქეთში ჩვენთან ორჯერ უფრო ძვირია ფასი და ესე სწორედ საგადასახადო დატვირთვისთან გამომდინარე. იგივე ევროკავშირის ქვეყნებში რაღაცებსაც ასახელებენ კონკრეტულად რაღაც პოლიტიკური კომპონენტი და ასე შემდეგ, თუმცა რაც ეხება აი ჩვენ სწორედ ამაზე საუბრობთ, რომ საქართველოში ამ შემთხვევაში დღეს ფას წარმოქმნის პროცესი ეს არის საკმაოდ გამჭვირვალე, იმიტომ რომ არსებობს ფასის საერთაშორისო ფასი, რომელიც თუნდაც ჩვენი ვებგვერდის საშუალებით ყოველდღიურად ქვეყნება იმისთვის, რომ სწორედაც მომხმარებელმა დაინტერესებულმა ადამიანმა ის ნახოს და შესაბამისად აქედან გამომდინარე დასმა გამოიტანოს. მეორე, იგივე საზოგადოებრივი ინტერესი დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესი ამ თემებთან დაკავშირებით და შესაბამისად კომპანიების ხედვა. კომპანიების ხედვა არასდროს არ ყოფილა ამ ემართებაში რაღაც დრაკონული და არა მართებული. ის იყო ყოველთვის ორიენტირებული პირველი იმაზე, რომ შესაბამისად ფასი მეტნაკლებად სამართლიანი
იყოს მეტნაკლებად, იმიტომ ვიძახი, რომ ყველა ვარიანტში კომპანიას უნდა ქონდეს გარკვეული ფასდანამატი. ფასდანამატი იმისაა, რასაც კომპანიას რენტაბელობას აძლევს და განვითარების საშუალებას. ყველანაირი სხვადასხვა გათვლები და ნაგითად კომპანიები თვითონ აქვეყნებენ ამის ანგარიშებს, აუდიტორულ ანგარიშებს. ეს ფასი არის სწორედაც ევროკავშირის, ევროქვეყნების, მე არ ვეხები სხვადასხვა ქვეყნებს პარამეტრებით აღებული, ანუ ის ფასდანამატი, რომელიც შემდგომში მას განვითარების საშუალებას აძლევს. შესაბამისად, აქედან გამომდინარე ეს ფასი და მეორე მომენტი, რა თქმა უნდა, მოხმარების კომპონენტი. იმ პირობებში, როდესაც დღეს ავტოგაზს ყავს საკმაოდ დიდი მოხმარებელი და ძალიან ბევრი თქვენი მსმენელი ავტოგაზზე გადასმით, რომ ძალიან დაბალი ფასი აქვს, კონკურენტი ყავს, შესაბამისად, კომპანიების ინტერესია, რომ ფასი გაცილებით შედარებით დაბალი იყოს, რაც მათი მოხმარების ტოლფაზია და რაც შეეხება იგივე თქვათ კი, კომპანიები თავადაც აცხადებენ, რომ მათ ინტერესია, რომ დაბალი ფასები იყოს. ფასი დაბალი ფასი, რომელიც გარანტი არის გაყიდვების, მეორე იგივე მოხმარებელი მუდმივად ამასთან დაკავშირებით არის თვალყურს ადევნებს, აქ გარკვეული უკმაყოფილება, მას გარკვეული თავის საზოგადოებრივი ინტერესი გააჩნია და ასევე უნდა შევეხოთ ასევე ერთ თემას, რა თქმა უნდა, იგივე ფასის თემა, ჩვენ სხვადასხვა კომპონენტებზე ვისაუბრებთ, ფასების კორექტირება, ფაქტიურად ფასის ბოლო კორექტირება მოხდა თებერვლის შუა რიცხვებში, როდესაც ფასმა მოიმატა. თუმცა მანამდე მთელი 4-5 თვე ფასი მხოლოდ კლებულობდა სხვადასხვა დოზები დაწყებული ეს სექტემბრის შუა რიცხვებიდან და მოყოლებით აი თებერვლის მოიმატა ისევ საერთაშორისო ბაზრებზე არსებული. სწორედ იანვრის თვეში, როდესაც ჩვენ საუბრობთ თებერვლის თვეში მომატებულ ფასს, აი აქაც უნდა უფრო ცოტა შეიძლება რაღაც დავაზუსტოთ, იმიტომ რომ იანვრიდან დაიწყო ფასების საკმაოდ დინამიური მატება, ფასებმა მოიმატა მნიშვნელოვნად პლაცების ფასება და კომპანიებმა მოახდინეს ხუთწუთიანი კორექტირება. თუმცა თუ ჩვენ აი ამ დინამიკას განვიხილავთ, პლაცების ფასების დინამიკას, საერთაშორისო ფასების დინამიკას, კომპანიებს რეალურად გაცილებით მეტად უნდა მოემატებინათ ფასი. ანუ ფასები გაცილებით მეტად იყო მომატებული, ვიდრე რეალობაში კომპანიებმა მოუმატეს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რაზეც ჩვენ საუბრობთ, ეს არის მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხი, ეს არის სოციალური საკითხი, რომელიც გარკვეულწილად საკმაოდ აქტუალური არის და დღეს დამერწმუნეთ კომპანიები ნამდვილად არ არიან იმ ფორმაში, არ არიან იმ განვითარებით, იმ გეგმით, რომ მათ გარკვეულწილად ფასების ხელოვნური შეჩერება გააკეთონ, ხელოვნური მატება განახორციელონ. ეს სხვადასხვა ფაქტორების გამო, თუნდაც პოლიტიკური რეალობა არ არის დღეს სხვა ვითარება ქვეყანაში, სხვა ხელისუფლება, რომელიც თუნდაც წინასაარჩევნო დაპირებები და შემდგომი თქვა მოწოდებები სწორედ არა მარტო საწვავის ფასთან, არამედ სხვადასხვა ფასების სამართლიანობას ძალიან ბევრ საუბრობენ ამის შესახებ. რაც შეეხება ვითარებას, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბოლოდინები, ეხლა უბრალოდ იცით რა არის, ზოგადად უნდა ითქვას, რომ კომპანიები ფაქტიურად ბოლო წლებში განვითარებით მართლა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. დავიწყოთ იქით, რომ ფაქტიურად ინფრასტრუქტურა დღეს ნავთო კომპანიების ერთ-ერთი საუკეთესო, არა მხოლოდ ამიერკავკასიაში შეიძლება ითქვას პროცესორთა სივრცეში და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული სწორედ საკმაოდ დიდი ინვესტიციებთან, განვითარებასთან, გასამართ სადგურები არის აღჭურვილი თანამედროვე ევროსტანდარტის ნორმებით, ეს არის გარემოს დაცვითი მოთხოვნები იქნება თუ ტექნიკური საფრთხეების დაცვის პარამეტრები და შესაბამისად თითოეულ ჩვენთაგანი დავდივარ და ხედავთ, ხო? ეს ყველაფერი იყო დაკავშირებული სწორედ კომპანიების ხედვასთან და ეს კომპანიები გახავთ ტრანსნაციონალური კომპანიები, უმეტესობა არის ცნობილი მსოფლიო ბრენდები, რომელიც საქართველოში სწორედ თავის დომინირებენ და რომელიც განვითარებას ახორციელებენ და დღეს უკვე ახალი პოლიტიკური რეალობი, რა თქმა უნდა, ისინი მომართული არიან, რომ თავისი საქმიანობის განვითარება გაზარდონ, მნიშვნელოვნად გაზარდონ და სწორედ ფასის კომპონენტი, რადგან ჩვენ საუბრობთ. აქედან გამომდინარე, კომპანიებს იქიდან გამომდინარე, როგორც ექნება საშუალება ეს გამომდინარე არის სწორედ უნდა შემოვიდეს პროდუქცია უნდა შემოვიდეს, სწორედ დაბალფასიანი პროდუქცია უნდა შევიდეს, შესაბამისად მაღალფასიანი პროდუქციის გასვლა უნდა მოხდეს და ამ ჩანაცვლების პროცესში ყოველთვის ხდება ფასების კორექტირება. უბრალოდ მომხმარებელი ყოველთვის ორიენტირებულია ფასის მატებაზე, ის ფასის კლების კომპონენტს და ამ ტენდენციას მეტნაკლებად ჩვენ შეგვიძლია გავიცნოთ 2000 მეგითხარით, როცა ბარელი ნავთობი იყო $40, ეს 2009 წლის მთელი 6-7 თვე, ეს არის 3-4 წლის უკანელი პერიოდი არის, ხა ჩვენ მეხსეებიდან არ ეწაშილი 1 ლიტრი ბენზინის ფასი იყო სადღაც 95 თეთრიდან 1 ლარამდე. ეს ყველაფერი განპირობებული იყო სწორედ საერთაშორისო ფასის ვარიანტით. დღევანდელ რეალობას დავუბრუნდეთ, რა ღირს დღეს ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე და ბოლო პერიოდში, მას შემდეგ რაც მოვიდა ახალი ხელისუფლება, გამოჩნდა არაბრენდირებული ბენზინგასამართ სადგურებიც. რა ღირს იქ და ამით რო დავასრულოთ. ფასები დღეს არის მართლაც მრავალფეროვანი, შესაბამისად კონკურენცია საკმაოდ სერიოზულია. ყველაზე დიდი მოთხოვნად და მოხმარებადი პროდუქტი რეგულარი, რომელიც 70%-ს მოიცავს მთელი საწვავის ეს თქვა სტრუქტურაში. აქ თუ ჩვენ ფასებს ავიღოთ, თქვა ბრენდირებულებში იწყება 2.5-დან მთავრდება 2.14-მდე. არაბრენდირებულები, რომელიც ასევე ცალკე გასამართ სადგურები არიან, იქ შეიძლება ვნახოთ 2 ლარად, ლარი 95 თეთრად. ანუ
ფასტა შეიძლება ითქვას საკუთარ მრავალფეროვანი ფასტა გამაგვაქვს. აქედან გამომდინარე კონკურენცია არის და კონკურენცია სწორედ გამოხატულია ფასი და მომსახურების უკეთესი სერვისიდან გამომდინარე. გასაგები. დიდი მადლობა ბატონო, მადლობა რომ მოგზანდით და იყავით დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი. გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ნავთობის იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი. გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ ჩვენ უკვე სხვა თემებით დავუბრუნდებით. აგრძელებთ გადაცემა ბიზნესის დროს. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაწილმა დასავლეთ საქართველოში გადაინაცვლა მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის საგაზაფხულო პროგრამა აღმოსავლეთ საქართველოში თითქმის დასრულდა. სამუშაოების სრული დატვირთვით უკვე დასავლეთ საქართველოში დაიწყება. 200 ერთეულამდე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკამ დღეს უკვე დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაინაცვლა. ტექნიკის გადაადგილების პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე დავით შერვაშიძე ესწრებოდა. გუშინ ჩვენ დავიწყეთ აღმოსავლეთ საქართველოსთან გარკვეული რაოდენობა ტექნიკის გადმოყვანა დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში ხნა მიდის ლოგიკური დასასრულისაკენ და იმის გათვალისწინებით რომ დასავლეთ საქართველოში ჩავეტიოთ ვადებში, ჩავთვალეთ რომ ტექნიკის გარკვეული რაოდენობის მობილიზება იყოს საჭირო. სოფლის მეურნეობის განვითარება ხელისუფლებამ პრიორიტეტულ სფეროდ გამოაცხადა. გარდა იმისა, რომ წელს სოფლის მეურნეობის კუთხით უპრეცედენტო დიდი რაოდენობის თანხა განისაზღვრა ბიუჯეტში, საუბარია 214 მილიონ ლარზე, ასევე შეიქმნა ფონდები, საიდანაც ხდება აგროსექტორის დაკრედიტება. იგივე დაბალპროცენტიანი სესხების გაცემის პროცესი. ხელისუფლების ხედვა გასაგებია, თუმცა ჩვენ ამ საკითხს დღეს სხვა კუთხითაც შევეხებით. რას ფიქრობენ სპეციალისტები, როგორია მათი ხედვა ამ დარგის განვითარებასთან დაკავშირებით? კოალიცია ინოვაციური საქართველოს ხელმძღვანელი ოლეგ შატბერაშვილია დღეს ჩვენი სტუმარი. ბატონო ოლეგ, მოგესალმებით. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის და მონაწილეობისთვის და ორიოდე სიტყვით ინოვაციური საქართველოს საკმაოდ ისეთი ჟღერადი სახელწოდება აქვს თქვენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც რამდენადაც მე ვიცი ძირითადად მუშაობს ინოვაციების კუთხით, ანუ გარკვეული ხედვები აქვს თუ როგორ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა ქვეყანაში. მოკლედ გითხარით, როგორია თქვენი ხედვა? დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ტელემაყურებელს. ხედვა რომელიც ეხება არა მარტო სოფლის მეურნეობას, არამედ საერთოდ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ასეთია. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ. დიახ. ძალიან ცოტა მისის, რომ ევროპას აქვს ერთადერთი ფაქტიურად განვითარების გეგმა. მას ქვია ევროპა 2020, რომელიც შედგება 7 საინოვაციო ინიციატივისაგან. ანუ ევროპა ზრდის. რამდენი ხანია რაც თქვენი ორგანიზაცია ფუნქციონირებს? ნუ რაც შეეხება კოალიციას, კოალიცია შევქმნით ჩვენ დეკემბერში. მაგრამ ის 12 ორგანიზაცია, რომელიც შევიდა კოალიციაში, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში მუშაობს საინოვაციო პოლიტიკის საკითხებზე. ანუ ჩვენ ვსწავლობთ საინოვაციო პოლიტიკას ევროპაში პირველ რიგში, რადგან ევროინტეგრაციის გზით მივდივართ განვითარებად ქვეყნებში, სხვა ქვეყნებშიც. ვადარებთ მას იმას, რაც ხდება საქართველოში და გვინდა რომ შევიმუშაოთ საინოვაციო პოლიტიკა საქართველოსთვის. ასეთია ჩვენი ამოცანები. არა მარტო სოფლის მეურნეობაში, არამედ ზოგადად. სოფლის მეურნეობაში, თუმცა სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი სწორად არჩეული საკვანძო წერტილია იმისთვის, რომ გამოვიდეს საქართველო სიღარიბიდან, რომელშიც იმყოფება. დიახ, ერთ-ერთი შეიძლება ლოკომოტივი გახდეს, შეიძლება ითქვას. ერთ-ერთი, ალბათ მთავარი პირველ ეტაპზე. გასაგებია, რაც შეეხება თქვენ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აქტიურად ხართ ჩართული აი ამ ევროინტეგრაცია ახსენეთ აი ამ პროცესში, რომელიც მიმდინარეობს ამ მიმართულებით. თუ წარადგინეთ გარკვეული ინიციატივები, თუ გაქვთ რაღაც სიახლე? იცით რა, ჩვენი მთავარი ამოცანაა და ალბათ ეს უკვე აღქმულია, მადლობა ღმერთს, ქვეყანაში ისე აღარ არის როგორც იყო. წინამთავრობა ამბობდა ასეთ რამეს, რომ ინოვაციური განვითარება საერთოდ ნაადრევია საქართველოში. იგივეა რომ ბავშვს უთხრა, რომ შენთვის ზრდა ნაადრევია, იმიტომ რომ ზრდის, ეკონომიკური ზრდის სხვა რესურსი
გარდა ახალი ტექნოლოგიებისა, გარდა ახალი შრომის მეთოდების დანერგვის, სხვა ორგანიზაციული მეთოდების დანერგვის, აი რა კი სოფლის მეურნეობაზე ვლაპარაკობთ, არა კოოპერატივები. ეს კოოპერაციის კანონი, რომელიც პარლამენტში აქტიური განხილვის ეს მოძრაობა მსოფლიოს ცნობილია, მაგრამ საქართველოსთვის ინოვაციურია. ეს არის ორგანიზაციული ზომები. თუმცა მანამდეც ადრეც კეთდებოდა განცხადებები კოოპერაციების შესახებ. დღეს რატოა განსხვავებული ეს? კეთდებოდა სწორედ განსხვავებები, ესე იგი, როგორც ასეთი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც კოოპერაციის შესახებ კანონით არსებობდა, არაფრით არ განსხვავდებოდა ნებისმიერი სხვა კოოპერატივისგან, თქო, მრეწველობაში ან სხვა სფეროში. სინამდვილეში სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებს აქვთ მსოფლიოში ასეა, ესე იგი, მკაფიოდ განსხვავებული ნიშნები, იმიტომ რომ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები ეს არის მიწათმფლობელების კოოპერატივი, ეს არის ფერმერების კოოპერატივი. მრავალ ქვეყანაში კანონმდებლობაში ეს პირდაპირ არის ასახული. მონიშნულია, რომ კოოპერატივის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ მიწის მფლობელი. ანუ კაცი, რომელზეც გაფორმებულია ეს მიწა, მისი შვილიც კი არ შეიძლება იყოს კოოპერატივის წევრი და იქ ხმის მიმცემი, ესე იგი, მმართველობაში. ჩვენთან როგორ იქნება? აი, ჩვენთან კანონი იწერება, მაგრამ ეს მომენტი ცოტა წაშლილია რაღაცნაირად. ასე ვთქვათ, ჩვენი ჯერ კანონი მიღებული არის. თქვენ ჩართული ხართ ხომ ამ საკანონმდებლო? გარკვეულწილად ჩართული ვარ. მიმაჩნია, რომ ეს მართლაც საინოვაციო, ძლიერი საინოვაციო ინსტრუმენტი, საქართველოსთვის საინოვაციო. ინოვაცია არ არის აუცილებლად მსოფლიო ინოვაცია, ჩვენთვის უნდა იყოს ინოვაცია. მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მომენტი ჯერჯერობით წერია ასე, რომ კოოპერატივის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, ვისაც აქვს პაი. ანუ მე და თქვენ ქალაქიდან შეიძლება ჩავიტანოთ ტრაქტორი და გავხდეთ კოოპერატივის წევრები. წარმატებულ ქვეყნებში, სადაც წარმატებულია კოოპერაციული მოძრაობა, ეს ასე არ არის. ეს შეზღუდვა არის, ესე იგი, მიწა უნდა ჰქონდეს კოოპერატორს. ნუ აი, ეხლა ჩვენ ფაქტიურად ვლაპარაკობთ იმაზე, აი როგორ გადმოვიტანოთ მსოფლიო გამოცდილება საქართველოში. ხო, ჩვენ გვინდა გავზარდოთ წარმოდობა, ჩვენ გვინდა გავზარდოთ მთლიანი შიდა პროდუქტი სულზე, გვაქვს ისევე როგორც ევროპელებს, ჩვენს მხოლოდ ერთი გზა. უკეთესი შრომის მეთოდები, უკეთესი ტექნოლოგიები, უკეთესი ტექნიკა, რომელსაც პირველ ეტაპზე ჩვენ შემოვიტანთ, რა თქმა უნდა, მაგრამ შემდეგ ეტაპებზე ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ გარკვეული რამეები. ამიტომ ამ სფეროში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეცნიერებას, საკუთარ ქვეყანაში არსებულ მეცნიერებას. რამდენად არის დღეს ჩართული ეს მეცნიერება? ჯერ ამაში არაფერში ჩართული არ არის სამწუხაროდ. აი თქვა, თუნდაც სოფლის მეურნეობის აი ამ რეორგანიზაციის პროცესში ფაქტიურად მეცნიერება, ქართული მეცნიერება სასოფლო სამეურნეო არ მონაწილეობს, იმიტომ რომ სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტები, იცით თუ არა, ალბათ იცით, არის პრივატიზებული, შეერთებული სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტი მთლიანად არის პრივატიზებული, ანუ ეს არის კერძო ხელში. როგორც მეუბნებიან, ზოგიერთ მათგანში ამ ინსტიტუტებიდან 14 ინსტიტუტიდან დარჩა 3-4-5 კაცი. ეს თემა საკმაოდ ისეთი ეს არის მძიმე თემა. დღეს ახლა აგრარულ უნივერსიტეტებს საუბრობთ. დიახ, ზუსტად. ეს არის სიტუაცია, რომელიც არ გვხვდება არსად მსოფლიოში, ასეთი რამე არ არსებობს. ჯერტი აგრარული უნივერსიტეტი, უმთავრესი აგრარული სასწავლებელი რომ იყოს კერძო, ესეთი რამე მე არ გამიგია. მე დამიჯერეთ. მათ აქვთ არგუმენტები, რომ საკმაოდ ბევრი რამე გაკეთდა, განვითარდა. იცით რა, ეს სიტუაცია ესეა, ესე იგი. საქართველოს ეხლა იღებს სწავლობს მსოფლიოსგან. მოდი ჯერ გავაკეთოთ ისე, როგორც მსოფლიოს შეგაკეთება. მივიდეთ რაღაც დონეზე და მე ვილაპარაკოთ ჩვენ ეს გავაკეთეთ და ასე უკეთესი იქნება და ისე უკეთესი იქნება. კიდე გიმეორებ. მე მაქვს ნანახი მრავალი განვითარებადი ქვეყანა. ისევე როგორც განვითარებული. მე არ შემხვედრია შემთხვევა, შეიძლება იყოს კერძო კოლეჯი, რომელიც რაღაც განხრას ასწავლის სოფლის მეურნეობას, რომ იყოს უნივერსიტეტი სასოფლო სამეურნეო. კერძო არ არსებობს. არც კვლევითი ინსტიტუტები, რომელიც არის კერძო. ეს არის გამონაკლისი, რომელიც ჩვენ დაუშვით, მე ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომაა. მე მესმის სამინისტროსი, რომელსაც ახლა თავის ტკივა, ასე ვთქვათ, ხნით და თესვით არ ვერ იცლის, მაგრამ მოიცლის ალბათ რაღაც მომენტში.
ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი იმის შესახებ, რახან სოფლის მეურნეობაზე ვსაუბრობთ, რომ არსებული კულტურები და ჯიშები, რომელიც საქართველოში არის, უკვე მოძველდა და საჭიროებენ გარკვეულ განახლებას. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას, რომ შემოვიდეს სხვადასხვა სათესლე მასალები იგივე რაშია იცით საქმე? არა, სათესლე მასალა ახლა შეიძლება რაღაცა ვთქვათ, მოყავს ხორბალი და უკეთესი ჯიში შემოიტანო, რაღაცნაირად ინტროდუქცია გააკეთო, თუმცა ამას წესები აქვს, ესე არ შეიძლება ამის გაკეთება ისე, როგორც სიმინდი შემოიტანეთ ჩვენ. მაგრამ არის ძირძველი კულტურები, ახლა შეიძლება ვაზზე უფრო მომგებიანიც რამე არსებობდეს, მაგრამ ვაზი ჩვენი კულტურის ნაწილია, ეს ადამიანური საზოგადოებრივი კულტურის. სოფლის მეურნეობა საერთოდ მეტია, ვიდრე უბრალოდ კვების პროდუქტების წარმოება. დიახ. ეს სახეა ქვეყნის სოფლის მეურნეობა. ამიტომ ასეთი მიდგომა, რომ მოდი ახლა გავჩეხოთ ვაზი და ახლა თქვა საზამთრო და რაღაც შემოიტანთ. ეს მსუბუქი მიდგომაა. ჯერთი ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურის უკან არის დიდი ტრადიცია და ცოდნა დაგროვილი. გადასულა აი ამ არა სახეობიდან აი როგორც ვთქვათ ეს სიმინდი თუ ის სიმინდი არამედ ვთქვათ ვაზიდან მოდით გადავიდეთ ბრინჯზე დავუშვათ არა ეს მსხრევა კულტურის სასოფლო სამეურნეოში და საერთოდ საზოგადოებრივი კულტურის ამიტომ ასე მსუბუქად ესე იგი ამაზე მსჯელობა თუნდაც აი იგივე ჩაი ვთქვათ დასავლეთ საქართველოში 10 წლის განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ ცოდნა ჩაის დარგში. დიახ. ჩვენ გავზარდეთ უამრავი სპეციალისტები. ჩვენ გქონდა მსოფლიო დონის მიღწევები. თუმცა ბოლოს ითქვა, რომ ეს აღარ არის პერსპექტიული და დღეს უკვე ისეთი საკმაოდ პრობლემების წინაშე. ამას თუ შეცვლის სხვა რაღაცის, ეგ წლები გავა, სანამ იმაში იგივე ცოდნა გექნება, რაც გაქვს ამ კულტურაში. შეიძლება ეს ასეც იყოს, მაგრამ ეს არის ძალიან მძიმე თემა. არ შეიძლება მსუბუქად მიდგომა. ფაქტია, რომ ჩვენ ხედავთ თურქეთში ჩვენი ჯიშის ჩაი ჩვენი საქართველოში მიღებული ჩაის ნაირსახეობები იზრდება და მოსავალს იძლევა და მშვენივრად არის გაიარეთ ბათუმიდან რიზემდე და ნახავთ ჩაწყობილია ჩაის ფაბრიკები. ჩაიში ჩვენ გქონდა მართლაც სოფლიო დონის მიღწევა. ის რომ ჩაი ასე ჩრდილოეთით იზრდება, ეს ქართველების მიღწევა. იყო ესეთი ქსენია ბახტაძე, შეიძლება გაიგიათ აკადემიკოსი. აი მისი დამსახურებაა რომ ჩაი ვთქვათ იზრდება სოჭასთან. ასე ჩრდილოეთით არსად სოფლიოში ჩაი არ იზრდება. გასაგებია. ასე რომ ასე მარტივად მიდგომა რომ მოდი ახლა ეს ცოდნა ჩვენ ფაქტობრივად კულტურას რო ვცვლით ცოდნას ვცვლით. ეს ცოდნა გადავყაროთ ჩვენ. ხო და აი ამ ათასობით ხალხს რაღაცა სხვა ვასწავლოთ. აი ეს ასეთი ამოცანა. გასაგებია. ამიტომ ძალიან ფრთხილი მიდგომა უნდა ამ საკითხში. ბოლო კითხოს დაგისვათ იმასთან დაკავშირებით, აი თვითონ როგორ შეაფასებდით იმ ღონისძიებებს, რომელსაც ახალი ხელისუფლება ატარებს სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. ზოგადი შეფასება. უნდა მივესალმოთ, რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ანუ ის რასაც აკეთებს ახალი ხელისუფლება, რომ შევაფარდოთ, გავყოთ იმაზე, რასაც ძველი აკეთებდა, მივიღებთ უსასრულობას მათემატიკურად. ანუ უსასრულოდ ჯერ მეც აკეთებს ეს, ვიდრე აკეთებდა ის ძველი ხელისუფლება ფაქტობრივად ამოდა არ გვინდა ჩვენ სოფლის მეურნეობა. არ გვჭირდება სოფლის მეურნეობა. ჩვენ ვიყიდით ამ საჭურს. არა, ხმამაღლა ამბობდა, რომ პრიორიტეტია. არა, ეს ამბობდა ბოლო წლებში, როდესაც ფაქტობრივად ევროპელები ძალიან დიდ წნეხის ქვეშ აყოლებდნენ. და მანამდე მე ბევრჯერ გამიგია მათ შორის ტელევიზორიდან, ხო? არ გვჭირდება ჩვენ სოფლის მეურნეობა, რა თქმა უნდა. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ოლეგ, დიდი მადლობა რომ მოგზანდით და იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. ოლეგ შატვერაშვილი გახდათ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი, რომელიც გახლავთ ინოვაციური საქართველოს კოალიცია ინოვაციური საქართველოს თავმჯდომარე. გადაცემა ბიზნესის დრო დღეს დასრულებულია, მე ხვალამდე გემშვიდობებით.